ძმაკაც მეგობარი, ყველასათვის ცნობილი და საყვარელი ხელოვანი, უბედურება დაემართა, დედა გარდაეცვალა, ხო, დაკრძალვა არის და სულით და გულით პირადად მე და მთელი პოსტივი, რომ ხშირი სტუმარიც იყო, არის და იქნება დათო, ბატონი დათო, უერთდება ჩემს სამძიმარს, მერტმა აცხადოს დედამისის სული. ვერთდები მეც ამ სამძიმარს და ჩემი ოჯახის ახლობელი არის ძალიან დიდ პატივს მის ოჯახს და ძალიან დიდი წუხარება არის. ამიტომ ვიზიარებ და უთანაგრძობ მის ოჯახს. კარგი, დავიწყოთ ახლა დღეს უბრალოდ რა თქმა უნდა სასაცილო არის დმანისიდან 100 კილომეტრით რო გამოექანები 100 კილომეტრის მანძილზე 20 ლიბერდებული დასრულებული გალომპული და სალომესნაირი ქალბატონის ბაბაიაგას გაურკვეველ მონოლოგებს რო გასმენინებენ მაგრამ ზოგადად რაც ხდება ეს არის უკვე დასაცინიც არ არის ოპოზიცია. ჯერ დავიწყოთ საერთაშორისო ამბით ლეპენი დაიჭირეს სასამართლომ. კი, გაცილებით მნიშვნელოვანი ამბავია. სასამართლომ დამნაშავედ გამოაცხადა მიუსაჯეს 2 წელი პირობითი 2 წელი სამაჯური, რაც ყველაზე მთავარია 5 წლით აეკრძალა არჩევნებში მონაწილეობის უფლება, რაც ნიშნავს იმას, რომ 27 წლის არჩევნებს, საპრეზიდენტო არჩევნებს თავარი ოპოზიციური კანდიდატი ვერ მიიღებს მონაწილეობას. თან მან ძალიან კარგად ებმის ჩვენ სიტუაციას, რომელზეც ჩვენ რომ ამდენ ხანი არ გვიკიჟინებენ, რომ აი ეს როგორ შეიძლება და ამდენ რეზოლუცია მიიღეს და სააკაშვილი თურმე ყვილაზის და ეს პოლიტიკური დევნაა და ასე შემდეგ. ლეპენს ედავებიან ფინანსურ გაფლანგვას. 2004 წლიდან. კი. თემდე. ხო, ანუ ეხლა ჩვენთან მოკლედ ადამიანი ერთი რაზეც აქვს მისჭილი სააკაშვილს არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს როგორც პირად ყულაბას ისე იყენებდა 11 მილიონიანი ისე იყენებდა და ნუ რამდენჯერ გავიარეთ ხო ის კონკრეტული ხარჯები რაშიც ხარჯავდა იმპულს და ანუ არაფერი არც ერთ ლოგიკაში რო არ ძდება მარტოუნებების დაკმაყოფილებისთვის რო იხარჯებოდა სახელმწიფო ბიუჯეტის ფული და ლეპენს ოღონდ სახელმწიფო ბიუჯეტის ფულსაც არ ედავებიან გრანტებს ედავებიან უბრალოდ მაგის გამო ანუ რიგით მეორე თავარი პირველი ანუ ოპოზიციური რომელსაც პატრონზე მეტი რეიტინგი აქვს თავარი საპრეზიდენტო ოპონენტი მაკრონის და უდიდესი ალბათობით შემდეგ არჩევნებში რომ მის სასარგებლოდ გადაწყდებოდა ეგ არჩევნები მაგ ადამიანს მხოლოდ იმიტომ გამოდის ეს განაჩენი რომ მაგ ადამიანმა ვერ შეძლოს არჩევნებში მონაწილეობას ხედავთ ხო ამასობაში ევროპული სამართალი ასევე ჩვენ ხედავთ რუმინეთში ამებს როდესაც ასევე სასამართლოს ძალით პრაქტიკულად აუკრძალეს მონაწილეობა არჩევნებში ჩვენ ხედავთ მოწოდებებს გერმანიის მოწოდებებს რომ ორბანს რომელიც ვერ დაამხეს აეკრძალოს არ ქონდეს ორბანს ანუ უნგრეთს ხმის უფლება ევროკავშირით ვერაფერს ვერ უშვებიან ჩვენ ასევე ხედავთ თუ რასაკეთებს ერდოღანი ამ შემთხვევაში ვერავინ ხმას უბატონოთ ერდოღანს ვერ სცემს ესეც ორმაგი სტანდარტია და ჩვენ ხედავთ ამ ყველაფერს ნათლად ჩანს ტრამპის გამონათქვამით საოცარი გამონათქვამია ტრამპის რომ მესამე ვადაზე ფიქრობ ოღონდ ჯერ არაო ის პირველი შემთხვევა იქნება მესამე ვადა პრეზიდენტი თუ გავიდა არა პუტინის და მედვედევის ამბავს ამბობენ კაცო არა როგორ ამბობენ რომ ეხაო ჩემს მერე ვენსი იქნებაო მე ვიქნებიო რა ანუ ხდები როგორ არც ერთი პრეზიდენტი არ არა ესე არა ახსოვს რომ სამი ვადით ყოფილა არა ესე არა კი ბატონო შესაბამისად როგორც არის რა ეს ყველაფერი ისე უნდა ქვია მივიღოთ ისე რომ მთელი სოფლიოს ეგრეთ წოდებული ცივილიზაციული და ევროპული ნაწილი მიექანება ავტორიტარიზმისგან და ჩვენ გვიკიჟინებენ ეხლა ჩვენ რას გვიკიჟინებენ მოდით ეხლა პირდაპირ თქვათ რომ დღეს საქართველოში ოპოზიცია დღეს კი არა კარგახნის წინ მაგრამ დღეს საერთოდ გარდაცვლილია რაც არის ძალიან დიდი წუხილის საგანი ჩემი და ყველა ჩვენთანგანის მიუხედავად იმისა რომ ჩვენ ხარს უჭერთ, გულმხურვალედ უჭერთ ხარს ქართულ ოცნებას და პირდაპირ ვამბობთ, რომ მისი იდეების პროპაგანდას ვახორციელებდა იდეები არის არა ომს, არა ნგრევას, არა სისასტიკეს, არა სისხლის. აი ამის პროპაგანდისტები ვართ. ჩვენ მაინც არ შეიძლება მოგწონდეს მეგობრებო, რომ პრაქტიკულად უალტერნატივო არის ქართული ოცნება. იმიტომ რომ პირველ ის რომ რა თქმა უნდა ძალიან
სწორ ქვეყნისთვის საჭიროებო და კარგ იდეებს გადაგებს, მაგრამ თავარი მეორე რამ არის რომ გაფარჩაკდა თავიდან ბოლომდე ოპოზიცია და დღეს გამოვიდა ეს 31 ჰქონდა რაღაც საკრალულ თარიღად დასახელებული, გამოვიდა მადამდე პამპადური და ხახმა დაუსტვინა დედა უტირა შეიძლება ითქვას. ოპოზიციას რაც შეეხება, ანუ ჯანსაღი ოპოზიციური ველი არის აუცილებელი წინაპირობა საპარლამენტო რესპუბლიკის როგორც ვართ ჩვენ. იმიტომ რომ მე მაგალითს ვიყენებ ხოლმე რა სულ ეს არის როგორც ფეხბურთში არის ძირითადი შემადგენლობა და სათადარიგო სკამი, ოპოზიცია არის თეორიული სათადარიგო სკამი პოტენციური ხელისუფლების ხო მომავალში. და როდესაც შენ ხედავ რომ ამ სათადარიგო სკამზე არა საერთო საქმის გამაძლიერებელი რაღაცა ქვეყნის წარმატებისთვის ზრუნვაზე ორიენტირებული, არამედ პირიქით მარტო დაშავებაზე დაგეშილი ადამიანები არიან, რომ შენ ვერასოდეს ვერ დაუშვებ იმას, რომ შეიძლება რომ ეს პოლიტიკური ერთეული და სუბიექტი იყოს რეალური ოპოზიცია, მას გააჩნდეს თეორიული შანსიც კი რომ ხელისუფლებაში დაბრუნდეს და პირიქით, როდესაც ჩვენ შევძლებთ და დადგება ის კეთილდღეობის პერიოდი საქართველოში, სადაც ამ მავნებლებისგან ოპოზიციური ველი გაიწმინდება, შესაბამისად, ამუკამ დინარაძემაც ისაუბრა, ამაზე თავის ბრიფინგში შესაბამისად გამოჩნდება ის, რასაც ამდენი ხანია ქართულ პოლიტიკაში ელოდება ნებისმიერ რიგით მოგალაკ ვისი ამორჩეულიც არ უნდა იყოს სექტის წარმომადგენელი არ არის, რომ გამოჩნდება ისეთი ადამიანები, ვისაც მართლა პრეტენზია ექნება იმაზე, რომ კარგი სათადარიგო მოთამაშე იყოს, რომელსაც შესაძლოა მიეცემა შემდეგ რომ გახდეს ძირითადის მოთამაშე და ეგ გააჯანსაღებს თლიანად ქართულ პოლიტიკას. მოვიპოვეთ სალომე ზურაბიშვილი ინგა გრიგოლიასთან 2018 წელს და ეს ვიდეო ნახე გაქვთ, მაგრამ მოდით და გავუშვათ კიდევ ერთხელ. მოვეთ ჩვენი მოსახლეობა ისი უფლება არც ერთ პრეზიდენტს არ გააჩნია. ჩვენ მეორე დღეს როგორ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ გვინდა მთლიანობა ამ ქვეყნის. რას გაძლევთ თქვენ იმის მტკიცება, რომ ჩვენ დავბომბეთ, ჩვენ დავიწყეთ, მე არაფერს არ მაძლევ და არაფერს არ ვამტკიცებ, რაც არ არის ფაქტებში, ტელევიზიის არქივებში. ჩვენ ჩემზე უკეთ იცით, ინგა და ხა ამაზე ხო არ ვიდავებთ რა იყო იმ დღეებში თანმიმდევრობა რა ხდებოდა. მოკლედ ეს არის გამოსვლა, ბოლომდე არ შეგაწყენთ თავს, სადაც თავიდან ბოლომდე ზუსტად იმ თეზას იმეორებს, რაც ტალიავინის დასკვნაში წერია, იმეორებს იმ სულისკვეთებას, რაც სუფევს, რასაც იძახდა და რასაც მოულოდნელად ეს ქალი, ხო? აი ეს მართლა უსირცხვილო ქალი. დღეს ცვლის ჩვენებას და ებღაუჭება გმირებს, ებღაუჭება ადამიანებს, რომლებმაც მართლა სიცოცხლე გასწირეს ამ ომს და რომლებიც აღმოჩნდნენ პოლიტიკური მართლობის, უთავბოლოობის გამო, ავანტიურის გამო აღმოჩნდნენ სასიკვდილო საფრთხეში და გარდა დაიღუპნენ და ცხედრებით არ გამოიყვანეს. შემდეგ როგორ გამოიყვანეს ჩვენი უწმიდესის თაოსნობით, ესეც ვიცით. და აი ესეთი ადამიანი, აი ეს სალომე დღეს ყავთ რაღაც გამაერთიანებელ ფაქტორად. მაგრამ მოდით ახლა ჩვენ მოусმინოთ მართლაც გამაერთიანებელი არის თუ არა სალომე სხვადასხვა პარტიულ მოусმინოთ და დავაკვირდეთ აქციიდან ვიდეოს უშვებ, ხო ალბათ მოусმინოთ დავაკვირდეთ გვაქვს აქციიდან ხო აქციიდან მის უკან ტრიბუნის უკან არსებულ ტრიბუნის უკან მაგაზე წაკემაკ შესაბამისად აქციის არა მაგაზე წაკემაკ იმიტომ რომ რატო უნდა გავუშვა ფოტო იმიტომ რომ ვიდეოს ვერ გავუშვებ კარგად ზუმით აჩვენებდა პროფილს ნახე, ანუ პირველი შემთხვევა იყო, როდესაც აქციაზე გამოსვლელი პროფილი პირველმა, იმიტომ რომ უკან ეგ არის გამოსვლელი. მე მაგ ფოტო გავუშვი თუ შეიძლება დღეს აქციიდან, აი ფოტოში კარგად ჩანს, მეგობრებო, რა ბექგრაუნდი ქონდა მადამ კოკოს, თავისუფლება მიშას. ბუნებრივია, ოღონდ აქ არსად არ ჩანს სხვა ეგრეთ წოდებული პოლიტპატიმრები, რომლებიც არ არსებობენ, თუმცა მათ მიაჩნიათ ამ ლიბერდებილებს, რომ 50 სინდის პატიმრებს არა, მიშათი არის ამოვსებული ეს ყოველივე. კარგით, მაშინ მოდით ჩვენ ლევან ხაბეიშვილის კომენტარი გავუშვათ სალომე ზურაბიშვილს. არ უშველა აი ამ მიშას პლაკატებმა და ნახეთ როგორ უკმაყოფილები არიან პიტეკანტროპი ხაბეიშვილი.
ამაზე იქ საუბარი არ მიდის. ყოველკვირა რატო დადიხართ მაშინ სალომე ზურაბიშვილთან თუ ამ საკითხებს იქ არ არჩევთ და ჩემს ეთერში ითხოვთ ეხლა რომ ზურაბიშვილ ამაზე პოზიცია დააფიქსიროს. საზოგადოება ხომ და იცოდეს მაშინ იქ რატო დადიან? რა ხდება მაშინ შეხვედრაზე თუ აქ ასეთი პრეტენზიები გაქვს დღეს? არა, საჯაროა პოლიტიკა და საჯაროდ დააფიქსიროს. კუთხეში რა სიტყვის ეგრე მე რო ვთქვი რომ სალომე ზურაბიშვილი თქვა რომ ერთიანობა არის შემოგდებულიო. შემოგდებული ერთიანობაო და კოორდინაცია კარგიო. საქართველოს გერბზე წერია გარკვევით ძალა ერთობაში. მე გამოვიდა თქვი, ვინც არის ერთიანობის წინააღმდეგ, ის არის ყველა ბიზნეს ჯიბის ოპოზიცია. ყველა ესეა, ვისაც ერთიანობა არ უნდა. დღეს ვინც ამბობს რომ მარტო მე დავამარცხებ ვიღაცას, ნუ სრული იდიოტი და გიჟია. მე პარტიებზე რომ ლაპარაკობენ და ლოგოების უკან უყავს ხოლმე და ბანერების უკან დასხდობა, ეს სასაცილოა ავტოკრატიულ რეჟიმში, სასაცილოა. მე როცა ნაციონალურ მოძრაობაზე ვლაპარაკობ, კიდე გეუბნებით, ეს პარტიაზე უფრო მეტზე საუბრობთ, რატომ იცით? იმიტომ რომ უსული გასაგებია. ფეხბურთი მეტია. არა, გულისხმობთ. ვამბობთ ლენინს გულისხმობ პარტიას, დაახლოებით ეს დროები მოვიდა. ეხლა ნახე, აგერ მეორე ნაცი შეხედე. გავშვი. მოვისმინე, მაგრამ ნაციონალური მოძრაობა ყოველთვის იყო და იქნება ერთიანობის მომხრე. სამწუხაროა ქალბატონმა სალომემ თქვა, რომ ერთიანობის იდეა ვიღაცის თურმე შემოგდებული ყოფილა, რასაც რა თქმა უნდა კატეგორიულად არ ვეთანხმები, მაგრამ დავანებოთ თავი ამ ფორმულირებას. ჩვენ პატივცემთ ყველას აზრს, ჩვენ პატივცემთ ყველას ამომრჩეველს, მათ შორის ქალბატონის სალომეს ამომრჩეველსაც, მას თავისი ნიშა აქვს პოლიტიკურ ცხოვრებაში, მაგრამ ამ ყველაფერს ჩვენ მოველოდით, რომ ქალბატონის სალომე ერთგვარად ულიდერებდა, მაგრამ ლიდერი ვერ იქნება ის ესეც გასაგებია, მადლობთ, ესეც და გია ჭანტურიათი დავასრულოთ, გია ჭანტური არ არის სრულმასშტაბიანი კალიბრის ნაცი, მაგრამ ეს კალიბრიც არის სამყოფი იმისთვის, რომ გავიგოთ თუ რა დამოკიდებულება აქვს ნაცებს, ზოგადად ნაცებს და ნაცნაცებს სალომე ზურაბიშვილისადმი. უკაცრავად, რამდენი ჟურნალისტი ახლა მინდა ვკითხო ყველას, გქონიათ ინტერვიუ ამ ბოლო პერიოდში ზურაბიშვილი ერთხელ მაინც კითხეთ მას ამის შესახებ? და ნაცმოძრაობის ვინმე წევრს ყოველთვის ეკითხებით წარსულს და სალომე ზურაბიშვილს ერთხელ არ უნდა კითხოთ რომ უკაცრავად საქართველოს ვაბრალებდით ამ ომის დაწყებას. ეხლა რამე გადაიფიქრეთ, რამე შეგიძლია იქნებ თქვათ, მე დარწმუნებული ვარ რომ ის სხვანაირად ფიქრობს, მაგრამ ხონდა თქვას რომ ესე არ არის, რომ შეცდა ხედავ? ამას ვერაფერს ვერ უშველი, მეგობრებო, თავიდანვე დებილები იყავთ, ლიბერდებილებო, როდესაც სალომესნაირი მოგდებული, deep state-ის მიერ მოგდებული უხეირო აგენტი გადაწყვიტეთ რომ იქნებოდა სათავეში. სარაის მიცეს მიიღეს და ეგ იყო და ნუ უბრალოდ ხედავენ ხა ყველა დავალების მიცემიან დავალების შემსრულებელში სწორკებიანად რომ ანუ არაფერში არ გამოდგა ეს კაცი. ხო აი დღეს მაგალითად ელოდებოდნენ რომ მოუწოდებდა ყველას თავრობის გადადგომისკენ, ქმედებებისკენ, ძალადობრივი ქმედებებით, ამხობისკენ. ხო შეუძლია ავიდნენ და თვითონ მოუწოდოს იმ ტრიბუნაზე არავის არ ეწყინება მაგათი. ხაბეშვილი გარკვეულწილად მოუწოდებს. აგერ ნახეთ ხაბეშვილი რას ამბობს ძალადობის მოწოდება გაუშვით. მე ჩვენს მომხრეებს, ნაციონალური მოძრაობის მომხრეებს, ამ ქვეყნის პატრიოტებს, არაპარტიულებს, მათ შორის იმ ადამიანებს, ვისაც უბრალოდ ეს ქვეყანა უყვარს. მე მოუწოდებ ფიზიკურად მათ შორის იქნება ეს ბათუმში თუ სხვა ადგილას, სადაც ასე ვთქვათ, ამ პროცესს დაიწყებენ, მნიშვნელოვანია თუ დავჭირდეს თუნდაც ძალის გამოყენება, ჩვენ აუცილებლად უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და დემოკრატია. ეხლა ვიღაცები იტყვიან რომ იცით რა, რისკენ მოგვიწოდებთ, აბა რა უნდა ვქნათ? უნდა გვესმოდეს. იცით რა, გამოვიდეთ ეხლა რა. ეს აბლატავებულია ზა. არაცაბაცა რაღაცა თამაშები, აქცია მუშაობს დემოკრატია. არ მოხვედრია. ხო, გააჩენ, დიდი მოხვედრია და ამის დასული ხელახლა დასაცავია და ახალგაზრდებო. არ დაუჯეროთ სახელმწიფოს, საქართველოს სახელმწიფოს შესწევს ძალა უკანონო ქმედება, ძალადობრივი ქმედება, რომელიც სახელმწიფოს ხობილების დამხობისკენ იქნება და არეულობისკენ არის მოწოდებული. რა და ეს ხო ნახეთ და ხო იცით, არსად არ წასულა სპეცრაზმი. და არ შეიძლება მეგობრებო, არ დაუჯეროთ ბავშვებო ამას რა. ეს პირველი გაიქცევა და თქვენ შერჩებით კანონს შერჩებით თქვენ და კანონი იმოქმედებს კანონის პარაგრაფებში ხარ. შენი აზრით რამ არ შეიძლება ეს რაღაცების გაკეთება. მე არ მჯერა რომ ეს გააბლატაო იმან რომ TikTok-ებს დებს კრივზე როგორ ვარჯიშობს. არ მგონია რომ მაგან გააბლატაო, იმიტომ რომ ეგ ნიშნავს რომ საკუთარ ძალის უნდა გჯეროდეს და ეხა ამას როგორ შეიძლება ქურქუმალ ვაიც საკუთარ თავის თვითრწმენა გაუჩნდეს, რაზეც არ უნდა იყოს საუბარი იმ საკითხში. მე მგონია რომ ვიღაცამ გააბლატაო.
ხო და აი მაგას ვინ შეიძლება გააბლატავოთ შეიძლება როგორ შეში ჩემ თავს ხედავო ну ხო ეს ხო მიგდებული იყო ხო და ეხლა უკვე ეს როგორც ძალოვანი ღვთის წარმომადგენელი ალბათ არ ვიცი წარმოდგენა რა აქვს მე უბრალოდ ხვდები რომ გაგიჟდნენ საბოლოო სიგიჟეში არის გადასული ეს როდის არის ძალიან მცირე რაოდენობა ხალხისა დმანისის თბილისის გზა პასტორალური პეიზაჟი ვინც ხართ ნამყოფი დმანისი მე ჯერ ბოლნისი უნდა გაიარო ჩამოხილი კოდა გენაცვალე აგერ შვენიერი შიდა ქართლის ესე იგი შვენიერი პასტორალური ესე იგი წყნარი მშვიდი პეიზაჟი აზერბაიჯანელები დასახლებული მსოფლები მე საქართველები დასახლებული სიმშვიდე სიწყნარე ბუნება და ამ დროს აი პირას დაუშვათ ნებისმიერ დღეს მოდიან შარაგზაზე 20 ამერიკის დროში 20 სახე გაგიჟებული თვალებ გადმოცვენილი და არ იქნება სამართალი გაზაფხული მოქონდათ ხო ნუ გაზაფხული ეს ხო სიგიჟეა ხო ფუნიკოლიორიდან იყო გამოქანება ადრე ეგეთი ჩემს ახალგაზრდობაში ეგრე ვიცოდი და დმანისიდან ძალიან დიდი მანძილია გამოსაქანებლად არ არის საჭირო ეს ანუ ეფექტი აი რაღა მაინდა-მაინც თან დმანისი ხვდები აი აბსოლუტურად გაუგებარია ეს მაგრამ მოდი მაშინ ესე დაგესვათ რა არის გასაგები მაშინ ხო ან დღევანდელ აქციაზე რა იყო გასაგები არაფერი აბსოლუტურად დღევანდელ ისეთი ანონსი ჰქონდა სხვა შორის აი ტრეილერი ვით იყო ტრეილერის პრინციპი ხო ისეთია რამდენი ფილმია ისეთი რომლის ტრეილერს რო ნახავდა ნახვა მომდეობა მე აღარ დაგეცე რა თქმა უნდა და აი დაახლოებით ეგ არის რა დაახლოებით მაგრამ ამის ტრეილერს არ ვარგოდა არა ამ ტრეილერმა თქვა რომ всё ეხა ვიწყებთ ახალ ფორმატს ქნით ახალ სალაყბოს და ამ სალაყბოში დავждები და всё აი ხა დედასუტირებთ რა დაახლოებით ლოთი რო იძახის რომ აი всё მორჩა პირობას რო დებს ოჯახში ლოთი პიანიცა ალკოჰოლიკი რომ აი всё მე აღარ დავლე აი всё აი ხა აღარ დავლე რა ერთის დამის აი ხა просто ეხა ცოტა და всё აი ხა იწყება და არაფერი არ იწყება დათო დოიაშვილი ძალიან გიყვარს შენ და გაუ შემი ძმა დიალოგისთვის სწორედ ამისთვის ჩავდივარ ყველგან ახლა ლეონ პროფესიონალი პირადად ძალიან ბევრი კუთხე აბსოლუტურად სხვანაირად დავინახე გავიგე მათი პრობლემები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია რომ ველაპარაკებით ხალხს ყველანაირს ვის გააწუხებს და უფრო გასაგები ხდება და ჩემთვის კიდე უფრო გასაგები გახდა რომ არა მარტო ჩვენ მსახიობებმა უნდა ვიაროთ არამედ ყველამ უნდა ვიაროთ იმიტომ რომ დაიძრა დიალოგი და ამუშავდეს. აი გოიაშვილი ხო არ ვიცი რო ჩაეწეროს პირდაპირ პარტიულ სიაში. არა, ნუ ეგ რეჟისორად ღმერთს არ ოქნია. რევოლუციონერად მით უმეტეს. და თუ მაინც აპირებს რომ ესე კარდაკარები ატაროს, იაროს და აგიტაცია ეწიოს, რასაც ეს აკეთებს. ხაბეიშვილთან ერთად გახდეს ნაციონალ მოძრაობის ოფიციალური პარტიული განსხვავებას ამას და ჭოლას შორის. ჭოლა არის გაცილებით ჭკვიანი ხიტრი ტიპი. ჭოლა თავის თეატრი, კოკა-კოლაში გააკეთა თავის თეატრი, ალბათ თავის სამყოფ ფულსაც აკეთებს. არ ეზარება, არა. ის გურული კაცია და კი ბატონო ეუბნება რომ შენსკენ ვარ, შენი მომხრე ვარ, მაგრამ არ ვიაროს. არც ხდება, არც აქვს იმის მუღამი რომ მაინდა-მაინც თეატრში ხელს გადაყოს ის აი ეს მაგარი ფიჭები თავის საქმეს ფილეთებს ყიდის და მაყუცაც რაღაცას აკეთებს. ანუ კი დაუშვათ იქ მოუწოდებს ხელს ჩამოართმევს ყოჩაღი ხარო ეუბნება თვითონ გადაშვებული ამაში არის და ნიკოლოზ რაჭველი გაშვება ამ დროს ნიკოლოზ რაჭველი გოიაშვილი არის ისტერიული პირი მოდი ახლა ლაშა ბუღაძე გავუშვა ძალიან საინტერესო ლიტერატურული ალუზია ძლიერები მოგვეყარნენ ესე ძალიან ესეთი შორეული ანალოგია შესაძლოა და ნამდვილად არ გულისხმობ ამ ანალოგიის დრამატურგიას მაგრამ ახლა შუშანიკის წამება აი რაღაცა მოდელი იმისა თუ როგორ შეიძლება რომ გაგონდათ სისტემამ და მოძალადემ სწორედაც სადოს დამცირება მართალი ადამიანის მაგრამ ამ ქალის სული იმდენად ძლიერია რომ პირიქით გადაჯერგავს ყველა ამ სახეობის ძალადობის ფორმას. ცხადია, რომ იმას არ გულისხმობ, როგორც შუშანიკის მოდელი გულისხმობს იდეის გამარჯვებას, მაგრამ ფიზიკურ გაქრომას ადამიანისას ელენე და ჩვენი დრო ამას არ გულისხმობს. ჩვენ გადავრჩებით ელენეს ძალიან დიდი მადლობა უნდა გადაუხადოთ. ხოშტარიას ისე როგორც ყველა აი ასეთ თავგანწირ უხერხულია უბრალოდ. მე მაგ ორი კითხვა. ერთი წინ ვიდეოსაც უყურეთ და ერთი ნაც შემოქმედი იყო და ეხლა მეორე ნაც შემოქმედი არის და ორივე იყო შავებში.
როცა ამათი მთელი იდეოლოგია ედგა იმაზე, მიშას პერიოდში განსაკუთრებით, ეგ გაძლიერდა სადაც 2006 წლიდან, რომ შავებში ჩაცმული ქართველი იყო სიგოიმის და მენტალური სიშავის წარმოადგენელი. რო ახლა მაგაზე ნუ გამოვეკიდები. მე ხო ესეთურ ნაწილებზეც ხო და შინაარსზე არ გაინტერესებს. შინაარსზე არ ვილაპარაკო. არის იმ სამყაროს დედავატირე. მაგითი დავიწყებდი. მეორე შესაძლოა გააკეთა განცხადება, სადაც ნათქვამი არის, რომ მისი თანხმობის შემთხვევაში, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში არ აქვს უფლება, რომ ეს ვიდეო გამოაქვეყნოს. მზადაა რომ გამოქვეყნოს ვიდეო, რომელიც დეზავუირებას მოახდენს მისი განცხადების, რომ იქ რამე განსაწინააღმდეგო განხორციელდა ხოშტარიას წინააღმდეგ და მესამე და ყველაზე მთავარი, ჩემთვის პრობლემური რაც იყო, ხოშტარიას რო ყოფნის უნამუსობა და შემდეგ მთელი ოპოზიციის სპექტრი ამას რო იმეორებს, მაგრამ ნუ უნამუსობა ყოფნის ვისვამოც რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მე მერიცხებოდეს ყოველთვის ფული ხოშტარიას ოჯახს როგორც ერიცხება. ხო და ეს ადამიანები გამოვიდნენ თქვეს რომ ელენ ხოშტარი არის ნაწამები. ხო, ეს საინტერესო. როდესაც იმედის გვერდზე დაიდო მე მგონი ეგ პირველად დაიდო ის რომ შეახსენეს ნაცების პერიოდში ნაწამები და მე სიხნე გამოსული ელენ ხოშტარიას ფოტო ამაზე ატეხის ამბავი რომ უყურე ის კი არა რომ ანუ მაგ მორალურ კატეგორიაში შეეხედათ რა რომ რას ეძახიან წამებას რა იმედმა ეს რა იკადრაო ანუ მაგაზე გადავიდნენ გესმის ანუ ადამიანი გეუნება რომ მე მაწამეს და ანუ ხო ნუ მაგრამ ეგეც გასაგებია ჩემი თვითმგონებაში პასუხს რომ გასაგებია ანუ ესენი წამებას ეძახიან მაგას ადამიანს რომ არანაირ წამებს უტიფრობა აქვს სხვა რამეა უყურე შეწუხდა რატომ მაგალ არა ღმერთობა პატია ხო ალუზია გაგდა შუშანიდან ღმერთობა პატია და კეთილ წამებულთან რატო არ შეიძლებოდა თუ ასეთი უტიფრობა არის დავიწყოთ ახლა რაც შეეხება ძალიან საინტერესო ამბავია შუშანიკთან დაკავშირებით ჩვენ გვახსოვს ის ტრაგიკული ამბავი ჩვენ ბავშვობიდან ვკითხულობთ მაგას და ჩვენ ხედავთ რომ იყო თავის ხუცესთან და ურჩია რომ წმენის გულისთვის ხარდაჭერა მოიპოვა გარკვეულად და ეწამა წმენის გულისთვის, ხო? და ამან გამოიწვია უდიდესი კატაკლიზმი, იმიტომ რომ ვახტანგ გოგასამარი რაქსენ პეტრიახს დედა უტი. ანუ ეს იყო უდიდესი იდეა, ამ ქალის უდიდესი იდეა, რის გამოც ამ ქალმა თავისი სიცოცხლე გადადო გვერდზე. და ელენს არა უდიდესი იდეა ნაცების ხელისუფლებაში მოbrunების სახით, არ არის ეს შენთვის უდიდესი იდეა? არ ემსახურება ეს მაღალზნეობრივ ერის განვითარებას? ხო, აი ეს უტიფრობა, ხერთი ხელის მოსმით შეუძლია როგორც მიშა საკუთარ თავს დავით აღმაშენებელს ადარებდა, ოღონდ უფრო დაბლავარ ცოტა ეს ცოტა ხანი დაგვეცადა დავით აღმაშენებელზე მაგარი ვარო რა. კი, რა თქმა უნდა. აი ესევე არის ესეც და რაც შეეხება გაშიშვლებას და ბუქნებს, აგერ ვარ პატიმარი და ჩვეულებრივი როცა საჯელასრული დაწესებაში შედიხარ, ან როცა ძალიან მკაცრი ჩრეკა მიმდინარეობს ბუქნი და გაშლება ყოთ ერთ და იგივე შენის ქესის ადამიანი უნდა შეიკავდეს მაგ დროს არის ჩვეულებრივ მიღებული პრაქტიკა ყველგან ამაში დამამცირებლად ესეთი გაშიშვლება იწლება მაშინ როდესაც შენის საწინააღმდეგო ქესის ადამიანია ეს არ შეიძლება ეს არის დამცირება და რა თქმა უნდა წამების ტოლფასი მაგრამ როცა შენის ქესის ქალები ამ შემთხვევაში ამ დათვალიერებას ახდენენ ხრეკენ ამაში წამება კი არა ხვდები ამაზე პასუხი არსებობს და უცხოელი მე მგონი ამას ვერ გამოეკიდებენ. გრიგოლ გეგელია არ გვინდა, იმიტომ რომ ამჯერად იდიოტობა თქვა. როდის არ ამბობს? მოდი აბლიაშვილი გავხეთ სასაცილო ვიდეო, გავშვით. ადამიანი უქმდება, ადამიანი პიროვანობა ადამიანისა და ქვეყანაც. რაღა დამრჩენია და ახლა ნახეთ როგორ წარმოთქვა, нахეთ კარგად დააკვირდით. Добрый вечер. Говорит и показывает Москва, причем Москва не 80-х, а Москва 30-х, Советский Союз. Я журналист из бюро Первого государственного канала. И моим руководителем является Великая Скобеева или Великий Соловьев, или Киселев, или Дугин. Нахет, ეხლა უკვე კადრი ჩემზე უნდა იყოს კარგია. მიაქციეთ ყურადღება. უაქცენტო არ ვიცი რამდენად, მაგრამ ესე კი ვეცადე, ხო? კარგი, რუსული კი მაქვს. მაგრამ
მაგრამ პირველი რასიისკი კანალზე მუშაობა ხადია მე არ ვაპირებ ანუ უშუალოდ საკუთარ თავს არ გულისხმობ მიუხედავად ჩემი ვის თავაზობს დღევანდელი სტანდარტებით მაინც ესე უნდა თქვა კარგია ნორმალური რუსულისა მაგრამ ჩემზე უარეს რუსულიანები რუსულის ცუდაცოდნეებიც გამოჩნდებიან ამ ჩვენ საქართველოში ვინც ამას იტყვის კაბეევაზეს რუსულ არხზეც იმუშავებს თან სიამოვნებით ოღონდ კი თანხა ჩაერიცხოთ ანუ ამას არ ითაკილებს მეთქი ამის თქმა მინდა და არც ახლა მოდი ვიყოთ გულახდიული არ თაკილობს არ არის ეს по-моему он долбоёб я так думаю что он не в себе этот человек вообще не в себе он не понимает где находится и не надо над ним смеяться потому что ну есть грех смеяться над больными людьми ხუმრობის გარეშე ეს ტიპი რაღაცები უნდა გამოხშიროთ იმიტომ რომ ეს არის თვითონ მიუწვდომელი ოცნება მისი ხვდები მე რუსული კარგად ვიციო მე რა თქმა უნდა просто სამწუხარო რა არის რომ ჩემნაირ რუსული ჩემნაირ რუსული ცოდნებს კი არ აიყვანენ ვიღაცას აიყვანენ მანდაც ვერ ვივარგი კეზერას კანტორაში ხო ვერ ვარგივარო და რუსულ არხს კეზერას კანტორაში მუშაობა თუ ოსტანკინოში მუშაობა მან აი დილემა არსებობს რა ანტიქართულ საქმეს შეიძლება ორი მხარეს აკეთებდნენ რა ორი ადგილას აკეთებდნენ უბრალოდ ადამიანი არის რომელსაც არც რეიტინგი აქვს და მხოლოდ იმით არის ცნობილი ფართო საზოგადოებაში ჩვენ ვუშვებთ მართლა რა თქმა უნდა კაცო რა ის ხუმრობა და ტევე ფორმულას გადაცემები იმით არის ცნობილი და კავკასიის ორ ტელევიზიას წინააღმდეგ შემთხვევაში თუ რამეს ვაჭარებთ დადოს რეიტინგი ორ ტელევიზიას ვაცოცხლებთ ჩვენ მეგობრებო ორ ტელევიზიას აგერ ვარ ჩვენ სამი და კო პროსტი ვიცარა სამი და კო აცოცხლებთ რა კი ბატონო მოდი გია ჯაფარიძე ძალიან საინტერესო რაღაც ამბობს საჯდომთ მებრძოლის ძმა სააკაშვილის შემთხვევაში ეს არის უზარმაზარი გარღვევა სააკაშვილმა ფაქტობრივად თავიდან დაწერა მსოფლიო რუკაზე საქართველო და ხა არასდროს საქართველო სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებში არ ყოფილა პირველი და სააკაშვილის დროს საქართველო იყო წარმოედინა საერთაშორისო რეიტინგში სააკაშვილის ბედიც არის ძალიან ტრაგიკული გაჩერეთ ეხა ამაზე ესენი რა უტიფრები არიან როგორ გველაპარაკებიან რეიტინგებში პირველ ადგილზე როდესაც სწორედ ოცნების მმართველობის დროს ათასნაირ რეიტინგში ყველა რეიტინგში გვაქვს გაუმჯობესება მართლაც პირველ ადგილზე ხარ ხუთეულში ვარ ეკონომიკური ზრდა ეკონომიკური უსაფრთხოება კორუფცია კონტრაბანდასთან და ტერორისტთა ბრძოლის ინდექსები ყველგან რეალურად უსაფრთხოების ინდექსი ხო აბსოლუტურად ყველგან იმის და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ევროპაში ხო ევროპის ჩემპიონატზე გავედით. ყველგან არის და ოლიმპიადაზე საუკეთესო შედეგი გქონდა. რა თქმა უნდა. ყველგან არის და კულტურის იმპორტი ხდება. რა ვიცი, რაზე ვლაპარაკობ? არა, ინდექსებზე როგორ გველაპარაკობ? ხო და, ნუ რა ვიცი, ხა მიშას დროს აი საუბარი ჩვენს რაზე მიდიოდა. გადატრიალებებზე, ომზე, უბედურებაზე, რა ვიცი, დარბევაზე, ჩვენ თავარ სასაუბრო თემა რეალურად, სოფლიო მასშტაბით გავხდით. ну ვარდების რევოლუცია ერთი, იმიტომ რომ ყველაფერადი რევოლუცია შუქდებოდა სოფლიოს მასშტაბით, ეს იყო დასავლური და ლიბერალური პრესის მთავარი აჯენდა და მეორედ, როდესაც 2008 წლის აგვისტოს ომი იყო და ჩვენ ლამის მაკეინის საარჩევნო პლატფორმა გადაიქცა ეს ომი გახსოვს ხო ძალიან კარგად მაკეინი თავის წინა საარჩევნო სპიჩებში ლაპარაკობდა ამაზე, რომ აი საქართველოს გამოცდილება და ის როგორ მე დაუპირისპირდებოდა რუსეთს და ასე შემდეგ, ხო? და წააგო, საბოლოოდ ამერიკა. ო, აქ კიდე ბერძენიშვილის ხო და პოსტია, უბრალოდ მინდოდა რომ რომელი? მე თქვა რომ აწუხებდა ცოცხალი რო ყოფილიყო, მასაც გაასამართლეს უტიფრობა, რომ ბერძენიშვილის ჩვენ ეს მოდი ცალკე იყოს კიდე რა. ანუ ეს არის როგორი უტიფრობა, იცი? არა, კომისიის თემას რაც შეეხება, ჩვენ მაკორატიანის ჩვენება ვიხილეთ და ეს ხო არ არის ერთი ქალის ჩვენება, ეს არ არის თუნდაც 10 ადამიანს კი არ გადახდა, ასობით იყვნენ ასეთები, რომლებსაც უბრალოდ რაღაც ან რაღაც მიზეზის გამო, საბაბის უпростоრად ეგ მიზეზი არის. ან საერთოდ საბაბის გარეშე დაუნგრიეს ცხოვრება და გააცამტვერეს. და აყარეს ატივი ღირსება და ყოველგვარ უკიდურესი ფორმით დაამცირეს და
ეს ხო ბევრია ასეთი და მე დარწმუნებული ვარ ბევრი იტყვის კიდე და ამოიღებს. აი რატომ არის ეს კომისია კარგი? როგორ გაახსენა ეს ჯერ კიდევ შეუხორცებელი ჭრილი. დღეს მე მგონი განსაკუთრებით ემოციური იყო, იმიტომ რომ ხალბატონი რატიანის თავს გადახდენილის მოსმენა, ნუ შემდეგ იყო სამცხარო დარმოხს რომელი რეგიონის გამგებელი საუბრობდა ომის პერიოდის ფაქტებზე. ფეხით რო მოუწია წყლის არხებით გორამდე ჩამოღწევა ძალიან დიდ მანძილზე და როგორ ყავდათ მიგდებული მიშას მაღალჩინოსნებს მაშინ გამომბილდა რუსეთის ჯარისგან თავდასხმული ჩვენი ტერიტორიები და ანუ ამ ყველაფერს რო უყურებ და უცებ რო გესმის რომ აქეთ ეს თაღლითი საერთაშორისო თუ ლოკალური მამუკა ხაზარაძე უტიფრობის უმაღლეს პიკში ბედავს და იმას ამბობს რომ ამ შაპიტოში არაპირებს მონაწილეობის მაგის გამო პასუხს არის ხულიკი ღალატის ფორმულა სწორად დარქმეული თარგამაძე რომ ამბობს რომ არ მივა ამ ცირკში და მსგავს ტერმინებს რო იყენებენ ადამიანების ის ტრაგედიებზე რომელსაც ჩვენ აქ ვისმენთ და რაც შეეხება ამ ბანძი ბერძენიშვილი თქო უნდა მეთქვა, მაგრამ როგორ შეიძლება არა ბანძი იყოს რომელიმე, მაგრამ ჩრდილში მყოფ ძმისგან ვერ გაიგე ორივე ჩრდილში არის. ბიჭო არ მაგარია, იმიტომ რომ მამა რო Facebook-იდან პარტიიდან გააგდო თავისი ძმა, დათო. ეგ იყო ის რომ ანუ იმის ჩრდილში გზნობს თავს. უფროსი რახან არის, ეგ იყო რომ გაწია. ხოლო ეს რო ბედავს აგრეთვე და ამბობს რომ ანწუხელიძეს გაასამართლებენ, ხო, ან თუ არსებობს ადამიანური მორალი რომელიც ანწუხელიძეს უთანაბრებს სააკაშვილს, მამუკა ხაზარაძეს, გიორგი თარგამაძეს, ან თუნდაც იქ გამოკითხულ თუ გამოსაკითხ პოტენციურ დამნაშავეებს თუ შეცდომების რბილად ვთქვა დამშვებებს მათ საერთოდ არ აქვს ხმა ამოსაღები არც ერთ ქართულ გმირზე, იმიტომ რომ აქ საერთოდ არ დგას მაგაზე საკითხი, ეგ არის ყველაზე ბინძური პროპაგანდისტული ხერხი და ემოციური манипуляცია რაც შეიძლება გამოიყენო რომ გარდაცვლილ გმირებზე ილაპარაკო რომ აი ესენი არიან ესენი სხედან დღეს და ბოლოს ბოლო ვიდეო დღეს გრიგოლიას კიდევ აქვს პირდაპირ ეთერი ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტთან და გაუშვით ძირითადი განწყობა რომ რით ვერ დადგა ერთად ეს ოპოზიცია. აი თქვენ ხომ ხვდებით ოპოზიციას? ხვდები ოპოზიციას. ხო, აბა კიდევ რა, არა მხოლოდ ხვდებით, არამედ მე ვცდილობ ყველანაირად რომ ესენი მოვიყვანო ისეთ მდგომარეობაში, რომელიც უპასუხებს ამ დაკვეთას. მადლობთ. ანუ პარიატკაში, აი ხა მართლაც ეს არის ფარჩაკიზმის მწვერვალი. ანუ ეს ბაბაიაგა ბაბაიაგა კიდე სხვათა შორის რუსული ზღაპრის გმირია და ბაბაიაგას ვერ წაართმევ ჭკუას, გარკვეულს და გარდასახვის უნარს და ასე შემდეგ. არ არის ძლიერი აი სლავი ბაბაიაგა. სლავი ბაბაიაგა, კი ბატონო. პარიატკაში მომყავსო. მე არა მარტო ხვდებიო, ბიჭო. აი ცოტა ვაპარიატკეფო რა, ამას ვთილობ რომ პარიატკაში მოიყონეს ბავშვებიო რა. აი ეს მიიღეთ ძვირფასოშ მოპოზიციონერებო. პანდას სიმღერაში მოდი იყო პარიატკაში მოდი თქვენ. პარიატკაში აი ხო ნუ ეგ არის რა და გილოცავთ სანამ ეს ქალი პარიატკაში მოგიყვანთ ჩვენ წავალ და დიდი ალბათობით ეს პარტიები აღარ იქნება დიდი ალბათობით. ღმერთ მაქნას. და ჩვენ დავაშენებთ და მოვა ახალი ოპოზიცია. თქვენ დარჩით ამ ქალთან, ბაბაიაგასთან. კარგად ზანდებოდეთ ხვალამდე. ხვალამდე. ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. თამბაქოს მოხმარება იწვევს ხორხის კიბოს. მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის.